ყოველ კვირას საღამოს 8-ზე ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში ცნობილი და უცნობი ხელოვანები გადაცემაში ესკიზი. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ტელეკომპანია თრიალეთის არხზე თქვენ უყურებთ გადაცემა ესკიზ რუსტენ ზვიადაურთან ერთად და დღეს რა თქმა უნდა ყავს განსაკუთრებული სტუმარი თამარ ალადაშვილი. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხარ. ანდაკავებული გრაფიკის ფონზე მაინც ჩვენთან ხარ. თამარ, შენ ყავს ფანები დავარქვათ თუ? ფანები, თაყვანისმცემლები და გულშემატკივრები ყველაზე კარგი სიტყვა, რომლებიც აქტიურად ადევნებენ შენს დღევანდელობას თვალყურს და ზეპირად იციან დღეს რასაკეთებ. თუმცა შეიძლება იყოს შენ ცხოვრებაში ისეთი კადრები, რაც ზეპირად არ იციან და აი ამებზე მინდა მესაუბრო. შენი ბავშვობა და პირველი ნაბიჯები მუსიკაში. ჩემი ბავშვობა ძალიან მხიარული იყო, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბავშვის ალბათ, მუსიკალურად გაფორმებული შეიძლება ითქვას. ოჯახი მუსიკალური ყავს 4 დედმამიშვილი ვართ და ყველანი უმღერით. 7 წლის ასაკში შევედი მუსიკალურ სკოლაში, ხელოვნების სკოლაში, სადაც დავეუფლე ყველა საკრავს დაწყებული ფორტეპიანოდან დამთავრებული სალამურით და ფანდურით. ჩემი პირველი მასწავლებელი სხვათა შორის იყო ალეკო ხიზანიშვილი, ჯგუფ შინის წევრი და იქიდან გამომყვა ეს ყველაფერი სიყვარული და დღეს სახეზეა ეს ყველაფერი შედეგი. თამარ, ძალიან მინდა რომ დასაწყისშივები მღეროთ, რაღაც გავალამაზოთ ჩვენი ესკიზი. კი ბატონო. და რას შეგისრულებთ და განვაგრძოთ შემდეგ საუბარი. შეგისრულებთ სხვათა შორის ბავშვობის საყვარელი სიმღერა. პირველად გიტარა რომ ვისწავლე, გიტარას დაკვრა რომ ვისწავლე, ავაწყე ეს სიმღერა ზუმბა მღერის ყველას კარგად მოგვეხსენება ალბათ ეს სიმღერა და გვახსოვს და ეს არის მე მინდა გიყურო. მე მინდა გიყურო მაგლამას თვალებში. მე მინდა გიყურო მაგლამას თვალებში. მინდა რომ გიყურო შენ და მერე მასხეივას ივლისის საღამოს რომ შეხვდი შენ და მერე გავყვები იმ ლამასხეივას ივლისის საღამოს რომ შეხვდი შენ მაინც მოგწებნი მე მაინც გიპოვნი მე ისე მოგწებნი გიპოვნი შენ და მერე გავყვები იმ ლამასხეივას ივლისის საღამოს რომ შეხვდი შენ და მერე გავყვები იმ ლამასხეივას ივლისის საღამოს რომ შეხვდი საკმაოდ იმპროვიზირებული ვარიანტი შემოგთავაზე და შენ რამდენად მოგწონს, ხო? შენ რამდენად მოგწონს შენ სიმღერებს უცვლიან? სხვათა შორის არ ვარ წინააღმდეგ, იმიტომ რომ ადამიანმა უნდა იმღეროს ის როგორც განიცდის. მე სხვათა შორის ველოდი ზუსტად ამ პასუხს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს სხვებისგან ვიცი რომ არ მოწონთ. არა, ნამდვილად მეც ვიცნობ ასეთ შემოქმედებს. დღეს მღერი ანსამბლ გორდელაში, საიდანაც ძირითადად გაგიცნო ალბათ მსმენელმა. და ანსამბლ გორდელას წევრი ვარ 2007 წლიდან. ძალიან ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ რომ მე მათ რიგებში ვითვლები. დღეს ანსამბლი გორდელა ჩემთვის არის პირველი დღესდღეობით ნამდვილად, იმიტომ რომ შეიძლება ვერ წარმოვიდგენდი ბავშვობაში ამ ყველაფერს, მაგრამ ოცნებები ხდება
და ჩემი ალბათ ესეთი დიდი ოცნება რომ ხალხთან საზოგადოებასთან მქონდა მჭიდრო კავშირი დღეს უკვე შესრულებულია 100%. როცა ხარ გულწრფელი საზოგადოებასთან მე ისიც ისე გიღებს როგორც შენ განიცდი მათ. ხშირად არის ხოლმე თქვა თუნდაც ბავშვობის ასაკში ან შემდეგ და შემდეგ რაღაც გარკვეული გავლენა ხდება ან ვიღაც მისაბაძი ადამიანი ყავთ ვინც ძალიან უყვართ თუნდაც შემიძლია თქვა შენი მოსწავლეებს რომ ძალიან უყვართ და ცდილობენ რომ თამარ ალადაშვილი გახდნენ რომ გაიცნობიან აი შენ ცხოვრებაში თუ ყოფილა ვინმე ისეთი ვინც გავლენა მოახდინა ბავშვობაში სხვათა შორის მე ოცნებობდი რომ მინდოდა ყოფილიყავი იურისტი აღმოჩნდი საერთოდ სხვა სფეროში მაგრამ იმდენად შემეულია ეს ყველაფერი რომ ვერც ვიფიქრებ ალბათ რომ რაღაც სხვა განხრით წავიდე ამ ყველაფრის მერე ჩემზე დიდი გავლენა იქონია და დარწმუნებული ვარ შენზეც თეონა ქუმსიაშვილმა ეს იყო მე 11 კლასში ვიყავი ქალბატონ იანთაძესთან მაშინ ჯერ კიდევ ის მისწრაფებები მქონდა რასაც იურიდიული ერქვა და მაშინ პირველად მოვისმინე ტრენინგზე ერთ-ერთმა ბავშვმა მომასვენინა თეოს სიმღერა და იმის მერე ვიგრძენი რომ რაღაცა სხვაგან მინდოდა წასვლა და იმ წელს ეს ყველაფერი პროექტი იყო სტოლვილთა საბჭოსგან დაფინანსებული რამდენადაც მახსოვს როგორც კი დაიწყო ახალი სასწავლო წელი აღმოჩნდა რომ მე გორდელაში აღმოჩნდი და გორდელას საშუალებით უკვე გავიცანი თეო ერთობლივი პროექტით ჩვენი დუეტით ღმერთი დიდია და მართლა შეიცვალა მე ყველაფერი ნუ თეოს გარდაცვალების შემდეგ სრულად ამოტრიალდა და დავიწყე სიმღერების წერაც უკვე იმ ჟანრში რა ჟანრში შეწერდა აი სწორედ ეს მინდოდა მე თქვა შენთვის რომ ძალიან ხშირად ალბათ შენდეთ მოვიდოდა ეს ხმა რომ ხშირად გამსგავსებენ ხოლმე თეოს ხმას შენ თუ გიქმნის რაღაცნაირი დისკომფორტი რთულია სხვათა შორის მე მიამაყება რომ რაღაც ალბათ მსგავსება ხმაში ხმის ტემპში დაიჭირეს და ეს ყველაზე დიდი სიხარულია ალბათ. Რა თქმა უნდა, ადამიანმა არ უნდა დაკარგოს ის ინდივიდუალიზმი, მაგრამ ნელ-ნელა მე ჩემს ხელსაც, ჩემს შემოქმედებას აუცილებლად დავატყობ. თუმცა გავლენა როგორც ესეთი ძალიან დიდი აქვს თეოს ჩემს შემოქმედებაში და ბედნიერი ვარ მე ამით მხოლოდ. როგორც ახსენეთ გორდელაში მღერი და ძალიან დიდი ხანია უკვე გორდელაში ხარ და ამასთანავე წერ კიდეც სიმღერებს. და ეს რეპერტუარი არ შედის კიდეც გორდელას გორდელამ უკვე რამოდენიმე სიმღერა კი შეასრულა, ეხლაც ვგეგმავთ ახალი სიმღერის არანჟირებას, გაცოცხლებას და ვნახოთ რა გამოგვივა. ძალიან აქტიურები ხართ ხო? ძალიან აქტიურები ვართ, ძალიან ბევრ ახალ სიმღერაზე ვმუშაობთ და სიურპრიზები გვაქვს ჩვენი მსმენელისთვის. ვინ არის ხოლმე ის ადამიანი, ვისაც პირველს აცნობს შენ სიმღერებს? ვისაც ასმენია? ჩემი მეგობრები, რა თქმა უნდა. ალბათ ერთი გორდელა მგონია, ამიტომ გკი. კი, აუცილებლად გორდელა ისმენს პირველ რიგში, მე რა იქ შეფასებები, რჩევები, სად როგორ ჯობია, როგორ უნდა ვიმღეროთ ან გავაკეთოთ ინსტრუმენტალში და მე რა უკვე ოჯახის წევრები, იმიტომ რომ ყველაზე ისეთი კრიტიკოსები ყველაზე კარგი შეფასებლები. კი. მინდა ვისაუბრო შენს საავტორო სიმღერებზე, რომელიც ძალიან ბევრი გაქვს. კი, უკასაკმაოდ. ხო, ძალიან ბევრი. ხო არ იგეგმება რა მესეთი ალბომის სახით ერთად რომ მოექცეს? იცით, მე მგონი ალბომს აღარ ვფიქრობ ამ ეტაპზე, იმიტომ რომ იმდენად ადვილად მიწოდებადი გახდა ეს ყველაფერი, რომ უბრალოდ ალბათ შემოქმედებით საღამოს გავაკეთებ. სადაც ის ადამიანები იქნებიან ჩემს გვერდით, ვისაც ჩემი შემოქმედება უყვარს. ვისაუბროთ კლიპზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ბოლოა და იმედია მალე ახალი კლიპიც გვექნება და როგორ გეგმავ. ვცდილობ რომ რაღაცები გათქმევინა. კლიპი არა და რომელიც სიმღერის ვარიანტის გარკვეულწილად რაღაცნაირად შეიცვალა, დამუშავდა. საინტერესოა ამ კლიპზე საინტერესოა დეტალები, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი უცხო კლიპი გამოვიდა, იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში იყო სასაუბრო თემა. კი, ნამდვილად. მოდი ჯერ ვნახოთ ეს კლიპი და შემდეგ ვისაუბროთ. არადა ფიქრობდი დიდხანს არა
არადა ვაგვიანებადი რამადეს ველოდი არ ქროდა ქარი ხეროდი არ გაიფანდა დარდი არადა კეცებოდი თხანს არადა უდრობიდან მოხვევი დრომდე არავს ცხოვრებას ფასი უშენოდ არ იმღერებს ეს გული დარდი არადა ფიქრობდი დიდხანს ჩქარობოდი გვიანდებოდა მაინც არადა დავეწეოდი სადღაც რომ ცოდნო და ველოდებოდა საით არადა გეცებოდი დიდხანს არადა უდრობიდან მოხვევი დრომდე არავს ცხოვრებას ფასი უშენოდ არ იმღერებს ეს გული დარდი იდეა გაჩნდა 2014 წლის ზაფხულში, როცა აღმოვაჩინე ეს ულამაზესი ბიჭი, ლევან სოლოღაშვილი, იქვე დაველაპარაკე მალევე უცებ. კი, იმიტომ რომ არ შეიძლება გადადებული საქმე მერე გადაგდებულია და ამიტომ ფარდაჩენდა. არ მინდოდა რომ გადამედო ეს ყველაფერი, ჩამოვედი ძალიან მალე დავგეგმეთ გადაღების დღე, დილის 6 საათზე უკვე ვიყავით ადგილზე. დაიწყო გადაღება და საღამოს 9 საათზე დამთავრდა ჟინვალის შესასვლელთან, კი, ეს ყველაფერი. და საკმაოდ ისეთი კლიპი ახლა ჩვენ ტელემოყურებელს დამეთანხმება, ძალიან ესეთი ემოციური და მრავალფეროვანი. მრავალფეროვანი ნამდვილად. რა იდეა, რატო იყო ეს იდეა? კლიპი ითვალისწინებს იმას, რომ სიყვარული არის უსაზღვრო და ეს ეთნიკური წარმომავლობისთვის რაღაცა დაბრკოლება არ იყო, მაგრამ კლიპი დავასრულეთ კითხვის ნიშნით. მაინც, იმიტომ რომ ყველას თავისი აზრი ალბათ ყველას თავისი აზრი გააჩნია, კი. მე ალბათ მაინც ვერ დავამთავრე ისე, როგორც დავუშვათ, ან მე მინდოდა, ან რეჟისორს უნდოდა. დავტოვეთ დიდი კითხვის ნიშანი და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი, რომ კლიპმა სასაუბრო თემა დატოვა ნამდვილად, იმიტომ რომ საღამოს შემდეგ რო დამთავრდა, ყველა რო გამოდიოდა, ყველა ამაზე საუბრობდა და მე სოციალურ ხდებოდა ამის გარჩევა, ხო? თამარ ყავს შენი საკუთარი ანსამბლი, მოსწავლეები. ერთად ვიზრდებით, ასე შეიძლება ითქვას. ეს ბავშვები არიან ჩემი ალბათ ყველაზე დიდი სიხარული
ადამიანები სადაც შემიძლია ჩავდო მთელი სული და გული. ბავშვები 4 წლიდან მყავს, მართლა ჩემთან ერთად იზრდებიან და ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არსებობს, ალბათ გაკვეთილს ვიწყებთ ჩახუტებით და გაკვეთილს ვამთავრებთ კოცნით და ისევ ჩახუტებით, რა თქმა უნდა და მათთან ერთად ცხოვრება უკვე მართლა მშვენიერია და თამამად ვიტყვი, რომ ეს ბავშვები შექმნიან ძალიან დიდ ძალას. თუ იგებმება თორდას ცხოვრებაში რა იმის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, იმიტომ რომ ვიცი რაღაცა. კი, ძალიან აქტიურად ჩაერთნენ ბავშვები უკვე, მართალია იყო ცვლილებები, გაიზარდნენ, მუშაობა დაიწყეს უკვე გადახალისება დაიწყეთ, რაც რა თქმა უნდა დროში გაიწელა და დღეს უკვე რეალურად გვაქვს ის სახე მიიღო ანსამბლმა, რასაც ქვია ანსამბლი თორდა. ძალიან კარგ რეპერტუარზე ვმუშაობთ, ბავშვები ასრულებენ ჩემს სიმღერებს ასევე, რომელიც არც გორდელაში გაჟღერებულა, არც საზოგადოებამ არ იცის და გაიცნობს აუცილებლად თორდას სახით. თამარ, ამასთანავე შენ სიმღერების გარდა წერ ჩანახატებს, რომელიც ძალიან კარგად იცის შენმა მსმენელმა. ასევე შენი მკითხველიც გახდა, იმიტომ რომ რაღაცა აქტიურად ნამდვილად და ძალიან ბედნიერი ვარ მე ამ ყველაფრით. დროებიდან დრომდე, ხო? დროებიდან დრომდე კი. თუ იგეგმება რაღაც ისეთი გამოცემა, სხვათა შორის სახლიდან რომ გამოვდიოდი, ეხლა ესე შემხვდა გზაში ეს ჩემი ჩანახატები. მეთქი ხო არ გავიყოლო, მაგრამ არ ველოდებოდი რატომღაც ამ კითხვას. მინდა რომ ყველაფერს შევეხო, ამიტომ ყველაფერს გეკითხები. ამასაც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უდროებიდან დრომდე ეს ნაქარგია, პატარა წიგნის სახე მინდა მივცე და კურთხევა მომცა მეუფემ. რომ უნდა და მისი სურვილი იყო, რომ მეუფე თადეოსმა, რომ შენო უნდა გააკეთო, ესო წიგნის სახე უნდა მისცეო. აი ესეც ნელ-ნელა იგეგმება, რაღაცები იწერება ისე რომ არ ჩანს სოციალურ ქსელში და მე უკვე სიურპრიზები რა თქმა უნდა იქნება ამ თვალსაზრისით და არ ვიცი, ვნახოთ ალბათ მიიღებს პატარა უფის წიგნაკის ფორმას. არ მინდა ეს რომ იყოს წიგნი და რაღაცა ისეთი ხმამაღალი განცხადება არ მინდა ნამდვილად ეს არის უბრალოდ ჩემი ჩანახატები მეგობრებისთვის და ეს არის უბრალოდ გადაშლილი გული აჩუქე სიყვარული სხვას. ვიმედოვნებ რომ ძალიან მალე იქნება და ვიმედოვნებ რომ ძალიან მალე ჩვენ შევიტყობთ ამის შესახებ. ჩვენი გადაცემის ფორმატი პირველად მინდა რაღაცნაირად შევცვალო დასასრულისკენ. რაღაც ბლიც ინტერვიუ არ მინდა რომ დავარქვა, რაღაც მოდი ესკიზის ინტერვიუ დავარქვა. ესკიზის კითხვები. სულ ოდნავ გადავუხვიოთ სერიოზულ თემებს და საინტერესოა რაღაც ესეთ საკითხები, რაც ხომ არ იციან და აინტერესებს და პირდაპირაც ვერ გეკითხები და შეიძლება გეკითხებიან კიდეც. პირველ რიგში საინტერესოა ის რომ ყველა მოგიხსენებს სოციალურ ქსელში რომ გადახედო კომენტარებს და ვინც არ უნდა გააჩერო თამუნა ალდაშვილზე იტყვის რომ ძალიან მომღიმარი გოგოა და სულ იღიმის და მზე გოგოა და ღიმილის გოგოა და ყოველთვის ესეთი ხარ? ყოველთვის როგორია თამუნა ალდაშვილის სხვათა შორის მხოლოდ მაშინ ვარ სერიოზული როცა საქმეს ეხება რაღაცა არ მინდა რომ გაფუჭდეს, რაღაც არ მინდა რომ ცუდად გამოვიდეს, მხოლოდ მაშინ ვარ სერიოზული ვარ საჭესთან. აი ეს სამჯიშელო. მასეთი სერიოზული ალბათ არსად არ ვარ. დაუნდობელი საჭესთან, იმიტომ რომ მუდმივად მეჩქარება. გარშემო არ არსებობს არც ნათესავი, არც მეგობარი, всё, მე ვარ საჭესთან. ძალიან კარგი დამოკიდებულება ეს. და აქ საინტერესოა, ანუ ამ ღიმილის ფონზე ყოველთვის რაღაც მინერალური სიმღერები გაქვს. რა თქმა უნდა, კი. და რატომ? ალბათ ეს ერთგვარი თავდაცვაა შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ვარ ძალიან გრძნობიარი, ასეც ამბობენ ხოლმე და მე თვითონ ვგრძნობ ამ ყველაფერს, განვიცდი ზედმეტად ადამიანების დამოკიდებულებას, აზრებს, სიტყვებს და მე ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი გარშემოყოფებმა არ იგრძნო. და ამით ვცდილობ, რომ შესანიშნავად უღიმი მაგ, ხო? კი, რატომაც არა. ხიმლზე დიდი სიხარული და ძალა ალბათ არ არსებობს. თანაც თავარია ესე ამბობენ ხოლმე უფასოა და გაეც. თამარ, საინტერესოა შენ თავს როგორ დაახასიათებ სამი სიტყვით. ალბათ მკაცრი. მოსწავლეებთან?
არა, ყველასთან დამოკიდებულებაში მკაცრი ვარ, როცა საქმე ეხება საქმეს. კი. მოდი პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და თბილი ალბათ. ძალიან თბილი. ამაში დამეთახმება ყველა ვინც გიცნობს. თვისებები, რომელიც მოგწონს შენს თავში და რომელიც არ მოგწონს. არ მომწონს და შეიძლება მომწონს კიდეც, არ ვიცი. რაღაც გავლენას ახდენს ეს ყველაფერი და ალბათ ამიტომ წენა არ მიჩერდება გულში დიდხანს. მართლა? აი ეს უნდა მეკითხა სწორედ რა და მე ეს მზღუდავს, იმიტომ რომ ძალიან ჩვეულებრივად შემძლე ადამიანმა რომელმაც ასე გული მატკინა შემძლე უბრალოდ გავიღიმე და ჩავეხუტო. ძალიან კარგი თვისება. არ ვიცი, ალბათ კარგი თვისება. რა შეიძლება გაგაბრაზოს მაინც? ესეთი ღიმილიანი. მე არ მინახა გაბრაზებული ამიტომ. არ მიყვარს მოუწესრიგებელი ადამიანები. არ მიყვარს მოუწესრიგებლობა. არ შემიძლია ვერ მივესალმოთ ვერასდროს გებლობა იგივე. არ შემიძლია. აი ეს არის მომენტი, რომელიც ვერასდროს ვერ ვიქნები ამის მიმართ დადებითად განწყობილი. არ მიყვარს სიზარმაცე და მოუხერხებლობა. უნდა იყო მოხერხებული ალბათ ადამიანი რაღაცებში. უნდა შეგეძლოს ყველა სიტუაციიდან გამოსავალი იპოვო ალბათ. ადგილის რომელ ადგილსაც სტუმრობს თამარ ალდაშვილი ყველაზე ეს არის მცხეთა. მცხეთა იცის ყველამ და სიღნაღში მივდივარ ხოლმე ხშირად. ასე შეგიძლია უბრალოდ ადგილზე წახვიდე მარტო. ასე უბრალოდ აუნდგარ ვარ და წავსვარ იმისთვის რომ თუნდაც გავისეირნო მცხეთაში მამა გაბრიელთან მიყვარს ძალიან ხშირად ჩასვლა. ეს არის ჩემი საყვარელი ადგილი, სადაც უმშვიდდები, სადაც ვარ ის რაც ვარ. რამდენად რეალისტი ან რამდენად მეოცნები ხარ? რეალისტი ვარ. მეოცნებიც ვარ და ალბათ ხო, ეს ყველაფერი ზომიერად და ვარ ზედმეტად რომანტიკოსი და რეალობასა და ხო, ანუ ამ ყველაფერს შორის ჭიდილში ცოტა მიშლის ხელს. საინტერესოა ასევე, როგორ უნდა დაგისვეს კითხვა, რა თქმა უნდა, გაიგებდი რაღაცა შენს თავზე საოცარ ჯორებს. თუ იგებ ხოლმე ხშირად. ხო. გარდაუვალია. თუ იგებ ხოლმე ხშირად და რა არის ყველაზე ისეთი სენსაციური რა. შენ თვითონ რო დაუჯრო მართლა? პირველი რაც ყველაზე მეტად არ მესიამოვნა ეს იყო რომ არ მესიამოვნა უბრალოდ თორე ჭორები არ მაღიზიანებს, იმიტომ რომ როცა შენზე ლაპარაკობენ, ესე იგი აინტერესებთ. რა თქმა უნდა, აინტერესებთ და ეს ძალიან კარგია. თუმცა თამარ ალადაშვილი გარდაიცვალა, თამარ ალადაშვილი ავარიაში მოყვა. თამარ ალადაშვილი გათხოვდა და უკვე კარლიცა უკეთია ხელზე. გათხოვება კარგია. მაგაზე ისაუბრონ ავარიაში ჯობია. თამარ ალადაშვილს სადედამთილოები ურჩევენ. მე ვარ ნახევარს. ეს იყო ბოლო ჯორი. ეგ დარწმუნებული ვარ. ეს იყო ბოლო ჯორი. იმიტომ რომ ხდება ხოლმე ხშირად და შეშემთხვევაში. და მე თურმე უკვე გათხოვილიც ვარ და შვილიც მყავს. რეალურად გათხოვილი არ ხარ და არ შვილი არ ყავს. და ვინ არის ხოლმე ვის პრინცი არსებობს თუ არა? თუ ეს რაღაც ისეა წარმოსახვიდია, ვისაც ამდენი ლამაზი და საოცარი სიმღერა ეძღვნება. იცი რა არის? არსებობდა, იმიტომ რომ არის მომენტი, როცა ვიღაცისთვის წერ, ვიღაცისთვის აკეთებ საქმეს, ხო? მე მაგალითად სულ მეჩხუბებიან ამას და მეკამათებიან, რომ შენ ერთი ადამიანით განსაზღვრებ მთელ სამყაროს. ჩემთვის ის ერთი ადამიანი უნდა არსებობდეს. ძალიან დიდი ხანია მე სიმღერა მართალია არ დამიწერია, შესაბამისად არ არსებობს ეს ადამიანი. ამიტომ ალბათ სიმღერების წერას რომ დავიწყებ, მიკერძოებულ სიმღერების წერას. ანუ მე უნდა მოგიწევ. მე უნდა მომიწევ აუცილებლად. აუცილებლად მოგიწევ. იმიტომ რომ დღეს არ არსებობს ეს ადამიანი და როცა იარსებებს თამარ ალადაშვილი აბსოლუტურად იცვლება. ხდები უფრო მეტად ხალისიანი და უფრო მეტად მოქმედი. უნდა დაგაკვირდეთ. შეგიძლია დამაკვირდეთ ყველა. რა იგეგმება შენს უახლოეს მომავალში? უახლოეს მომავალში. სოლო კონცერტი ახსენეთ. მინდა ამაზე ჩაგირთიო. კი. სოლო კონცერტი იგეგმება მას შემდეგ, რაც გორდელა მოივლის საზღვრებს გარეთ რამოდენიმე ქვეყანას. ანუ უკვე პირველ რიგში კი იგეგმება ამერიკას ვეწვევით ისევ. და რო ჩამოვალთ იქიდან, რო დაუბრუნდებით და ერთი დიდი კითხვის ნიშანია მანდ
რაღაცა გადაწყვეტილებებში ვარ, თუმცა ჩამოვალ აუცილებლად. ხარ იგეგმება შენი თქვა საზღვარგარეთ კარიერის გაგრძელება, როგორც სოლო იგეგმება, რაღაცები იგეგმება, გეგმავ უკვე. თუმცა არ მგონია შენ მომსმენელმა სიადულად დაგთმოს. არ ვიცი, ვნახოთ. თუმცა ყველაფერი რა თქმა უნდა ისე უნდა იყოს, როგორც შენ სასკეთად იქნება და ყველას შენს ნებისმიერ მსმენელს და გულშემატკივრებს ეს უნდა პირველ რიგში და ამდენად როგორმე დაგთმობენ. ცოტა ხნით მაინც ალბათ. ვნახოთ, მე არ მინდა რაღაცა წავიდე იმ მხარეს, რომ ემიგრანტად თამარ ალადაშვილი ვერ წარმომიდგენია, თუმცა შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. არასოდეს არ თქვა. არასოდეს დილას ვფიქრობდი სხვათა შორის მაგაზე. ყველაზე მეტად მაშინებს ეს სიტყვა არ მინდა თქვა, როცა ვსაუბრობ არასოდეს. იმიტომ რომ შეიძლება ერთ წუთში, ერთ დღეს შეიცვალოს ყველაფერი და ის არასოდეს დაგრჩეს უკანა პლანზე. მე ვიმედოვნებ და ვიცი რომ ასე იქნება, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება შენ ცხოვრებაში და შენ კარიერაში და შენი მსმენელი აქტიურად დაელოდება ეს ჩასაფრებული სიახლეებს და ახალ სიმღერებს. მართალი გამომრჩა ერთი სიახლე, წარდგენილი ვარ ოქროს ტალღაზე ნომინანტებს შორის. სიმღერა დამაგვიანდა, წარადგინეს და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ნამდვილად არ ველოდებოდი საავტორო სიმღერით რომ სიმღერა რომელსაც დავასრულებ დღევანდელ ესკის რამდენადაც ვიცი. თუმცა სანამ გვიმღერებდი ამ სიმღერას, მინდა ჩვენი საეთერო დრო ესკიზის ბოლო წუთები დაგითმო შენ და თუ გაქვს რაიმე შენი მსმენელისთვის, შენი გულშემატკივრისთვის, რომელიც დღემდე ამდენი წელია მოყვება ესე და ძალიან გულშემატკივრობს. სათქმელია ჩვენი ტელემოყურებლისთვის. სათქმელი მაქვს ნამდვილად, ვარ მადლიერი მათი პირველ რიგში, იმიტომ რომ ვგრძნობ როგორი ერთგულები ხართ, ვგრძნობ როგორი მხარდამჭერები მყავს მე და ამას ვგრძნობ ყოველ დილით, ყოველ საღამოს არა მარტო კომენტარებში, პირადი შეტყობინებები, როცა მოდის და გეფერებიან და გესიყვარულებიან, იმ ყველაფერს გეუბნებიან, რომ უყვარხარ და უხარი ხარ, ამაზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს. მე მიყვარხართ თქვენ და გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ თქვენი სიყვარული არასოდეს დავკარგო. ძალიან მეშინია ხოლმე ყოველი ნაბიჯის გადათქმა, იმიტომ რომ ვიცი რამდენად ძვირფასები ხართ თქვენ ჩემთვის. ვუფრთხილდები სიტყვებსაც, ვუფრთხილდები ქმედებებსაც და მინდა რომ ცხოვრება გაგრძელდეს ისე, რომ მე შევძლო და გამოვხატო თქვენდამი მადლობა. ისე როგორც საჭიროა. ძალიან დიდი მადლობა თამარ. მოდი დასასრულს კიდევ ერთხელ ამაყად ვიტყვი, რომ ჩემი გადაცემის ესკიზის სტუმარი იყო თამუნა ალადაშვილი და თქვენ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ყოველ კვირას საღამოს 8 საათზე აუცილებლად უნდა უყუროთ გადაცემა ესკიზ. ძალიან ნიჭიერ და ძალიან ძვირფას ხელოვან ადამიანებთან ერთად, რომლებიც ქართველები არიან და რომლებითაც ვამაყობთ ჩვენ. და ახლა კი დაგიტოვებთ, ხო? დაუტოვოთ შენი საავტორო სიმღერა. ვფიქრობდი, რომ არ უნდა ვიყოთ თქო დღეს მიკერძოებული, მაგრამ ყველაზე ისეთი მიკერძოებული გადაცემა გამომივიდა მგონი. ძალიან მიამაყება რომ ჩემი მეგობარი ხარ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა შენ და წარმატებები შენ და შენს გადაცემას. დიდი მადლობა. გემშვიდობებით თამნა სიმღერით. ძალიან დიდხანს გეძახდი შორიდან შენთან ჩემი ხმა გვიან მოვიდა და მაგვიანდა გეფერებოდი დიდხანს შორიდან და ჩემმა გულმა ციცოცხლე მოგიწვნა და მაგვიანდა ჩურჩულებს ციცოცხლეს მოგიდან ფიქრობ დაუცნებით სიზმრებში მოდიხარ მოცნებო ცისკარს ყვავილებს მოგიდან შენ რომ გოცნიდა რამდენი ხანი ველოდი გაზაფხულს რამდენი ზაფხული ზამთარს გავატანე დავაგვიანე ოცნებას წლები და სიცოცხლე შევალიე შენზე ფიქრები წყალს ვერ შევარიე დავაგვიანე ჩურჩულებს სიცოცხლეს მოგიდან ფიქრობ დაოცნებით სიზმრებში მოდიხარ მოცნებო ცისკარს ყვავილებს მოგიდან შენ რომ გოცნიდა ვცდილობ გიყურო და უსრულებლად და შენში სევდას ვუცვალო ადგილი სიცოცხლის ხივი ვაქციო გერად არ არის ადვილი
ფიქრობ რა ვინატრო უფრო მარტივი ვერ გადაგეჩვიე არ მშველის მანძილი მინდა გიპოვო ამ სულის ნაწილი არ არის ათვილი გვათენდებოდა დრო არ ჩერდებოდა შენ სახეს ნაოჭად წამიაჩნდებოდა გული გადაღლილი არ ნებდებოდა გვიანდებოდა ჩურჩულებს სიცოცხლეს მოგიდა ფიქრობ და ოცნებით სიზმრებში მოდიხარ ვოცნებო ცისკარს ყვავილებს მოგიდან შენ რომ კოცნიდა ფიქრით და ოცნებებით ცხოვრება დაგვიანდა შენი სიყვარული სხვისთვის ახმიანდა და მაგვიანდა